თბილისიდან მესტიამდე დიდი გზა უგზოობამ კიდევ უფრო დააგრძელა. Ამ გზას პირობითად ქვია გზა ისევე როგორც აქაურ სასამართლო და აქაურ პოლიციას პოლიცია. ეს მესტიის რაიონული სასამართლოა, სადაც პროკურატურა, ჯანდაცვა, სოს უზრუნველყოფა და კიდევ რამდენიმე უწყება ერთ შენობაშია თავმოყრილი. თუმცა მესტიაში ეკონომიამ კიდევ უფრო მეტი დატვირთვით იმუშავა და აქ მოსამართლეს სასამართლო პროცესის ჩატარება თავისავე კაბინეტში უწევს. აქეთ დივანი, აქეთ მბრალდებელი სახელმწიფო პროკურორი და აქ კიდევ მე. ბრალდებული თუ ბადრაგით არის და იმით ვათავსებთ უფრო ამ მხარეს. ოპტიმიზაცია მესტიაში მოსამართლეებზეც მოხდა. კანონით გათვალისწინებული ორი მოსამართლის შტატიდან ერთი გურჯაანის რაიონს მისცეს. თუ მოსამართლე საგამოძიებო საქმეში ჩაერთვება, ან საქციას გასცემს, უფლება არ აქვს შემდეგ ამ საქმეზე სასამართლო პროცესი ჩაატაროს. მესტიაში მეორე მოსამართლე არ არსებობს და საქმე მეზობელ, მაგრამ საკმაოდ დაცილებულ ზუგდიდში ან წალენჯიხაში იგზავნება. აქაური მოსამართლის პრობლემები ამით არ მთავრდება. მის მიერ სამოქალაქო დავებზე გამოტანილი განაჩენიც მხოლოდ ქაღალდზე რჩება. მესტიაში ამ გადაწყვეტილებებს აღმასრულებელი არ გავს. თუ აი ამ სისხლის სამართლის საქმეებით არ ვართ განებიურებული, სამაგიეროდ სამოქალაქო საქმეები არის საკმარისად. გამოგვაქვს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილებები კიდია ჰაერზე. აი ამაზე გვწყდება გული, რომ განხილულია გაკეთებული სხვა სასამართლოს ძალა არ აქვს, სხვა რა უნდა გააკეთოს, ამას უნდა აღსრულება. მესტიელები ნებართვის, ბეჭდის, მინდობილობის ან რეგისტრაციის გამოც ზუგდიდსა და წალენჯიხაში ჩადიან. მიზეზი ისევ დეფიციტია. მესტიას არც ნოტარიუსი ყავს. სვანებს უკვე სრული საფუძველი აქვთ იმის სათქმელად, რომ მესტია საქართველოს სამართლებრივ სივრცეს მოწყვეტილია. ნამდვილად არ არის მოქცეული სამართლებრივ სივრცეში სვანეთი. ფაქტიურად ნოტარიუსი არ არსებობს. ეს ქმნის პრობლემას. ძალიან დიდ პრობლემას მე პირადად აი ეს ძალიან დიდი პრობლემა შემექმნა. საბუთის დასამტკიცებლად რაღაცის რეგისტრაციის დიახ, მართვის მოწმობის იქნება ეს თუ შპს თუ რაღაც კერძო პირების ყველაფრისთვის გვიხდება ზუგდიდში ჩასვლა. აფრასიძეების ლიკვიდაციას ორთვიანი სიჩუმე მოყვა. ახლა სვანეთში სოფლიდან სოფელში გადაადგილება ისევ საშიში ხდება. დღეს მესტიის პოლიციას წესიერი შენობაც არ აქვს. რადგან 5 წელიწადში ერთხელ აქ პოლიციის თითო შენობა იწოდა. ბოლო შენობა წელს 19 მაისს გადაწვეს. პოლიცია დოკუმენტაციის, ბეჭდის, არქივისა და შტამპის, მესტია კი უკვე საპასპორტოსა და საგზაო პოლიციის გარაშეც დარჩა. მესტიელი პოლიციელები ახალი მთავრობისგან განაპირების შესრულებას ელოდებიან. სამი შენობა არის დამწვარი, სამივე ხანძრის შედეგად და ის მომენტის თამაშობს, რომ ეს ხალხზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ 98 თანამშრომლიდან 30% არის ამ 100%-დან, ესე იგი, დაკომპლექტებული პოლიცია. დანარჩენი თანამშრომლების ვაკანსია. მესტიაში ამბობენ, რომ 10 წლის მანძილზე აქ სისხლის სამართლის საქმე არ განხილულა. არა იმიტომ, რომ მკვლელობა, ყაჩაღობა ან ქურდობა არ ხდებოდა. უბრალოდ ამ საქმეებს ტაბუედო. სხვა შემთხვევაში გამოძიებას პოლიციელი ან შენობა ეწირებოდა. მშვიდობისა და სამართლის საძიებლად მოსისხლე გვარების შესარიგებლად სვანებმა ისევ ძველი ადათი გაიხსენეს. აქ მამა-პაპისეულის სიმართლის უფრო ჯერად და ენდობიან. მე მამა-პაპის სასამართლო უფრო წამს. თორემ ის წამდა ჩემ ბაბუას, მამაშენს და ჩემი პაპუებს ყოლას. ბიძებს. იქაური სამართლის გამოტანი? მას ჩვენ ვერ გადავხვევდით. ფიცს შევეღებდით მოსე დამთავრდა იმის საქმე. ხანდისხან არის ისეთ თანაშაულობა, რომ შენ მარტო არ გეჯერს და აქ გეტყვისობა, ისინი მოგიდგეს გვერდის შენი საგვარეულო, შენი სახლის პატრონი ერთი მეორე და ისინი გამოდიან, როცა შენ პატიოსანი ხარ. თუ არა ხარ პატიოსანი, მაშინ არ მოგიდგება სხვა კაცი გვერდით. ადათმა და ხატმა მესტიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარების შერიგებაც მოახერხა. ჯაფარიძეები და ნიგურიანები ერთმანეს მკვლელობის შემდეგ გადაემტერნენ. ხატმა და ერთგულებაზე დაფიცებამ ისინი ახალ სისხლის ზღვას გაარიდა და გვარებს შორის მშვიდობა აღადგინა. ნიგურიანებს და ჯაფარიძეებს შუა იყო კიდევ, მაგრამ როგორც ასეთი კაი მედიატორებმა, კაი ხალხმა, სვანური წესით ამათმა შეგვარიგეს და ვართ ასე შერიგებული, დაწუნარებული. შერიგებას ხშირად იძულებითი სახი აქვს. სისხლის ზღვის დამტრობით ოჯახი, გვარი, თემი და სოფელი წუხდება. ამიტომ მშვიდობაზე ისევ სოფელი და უხუცესები ზრუნავენ. მესტიის მუზეუმში დაცულ ამ ექსპონატებს მედიატორ მახშვის, ანუ მთავარი მომრიგებლის ჯოხი ქვია. ფიცის დადების და საქმის განსჯის დროს მახში სწორედ ამ ჯოხზე იყო დაყრდნობილი.
ყოველ გახსნის საქმეზე ის ჯოხზე თითო ჭდე სვამდა. ამ ჯოხებიდან 100-ზე მეტი ჭდე მარტო ამ ჯოხზე არის დასმული, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიატორმა ანუ შუამავალმა 100-ზე მეტი საქმე გახსნა და მოსისხლე გვარები ერთმანეთში არიქა. სვანეთში შუამავლები ხშირად უკვე დახურულ საქმეს უბრუნდებიან. ციხეში სასჯელის მოხდა აქ საკმარისი არ არის. ოჯახსა და სოფელში დაბრუნება მხოლოდ ადათობრივი სამართლით შეიძლება. ყოფილი პროკურორი და ყოფილი მოსამართლე დღეს მესტიაში მედიატორი ანუ მთავარი მომრიგებელი ნეზგამეეზი გახდა. მან რამდენიმე წორით, ანუ სისხლით გადაკიდებული გვარი შეარიგა. ყველაზე მეტად ის ჯაფარიძეებისა და ჩართოლანების ნახევარ საუკუნოვან მტრობას იხსენებს, როცა ხატზე 80 კაცმა დაიფიცა. გავაგრძელე ის, რასაც ვერ ვაკეთებდი მოსამართლეობის პერიოდში და პროკურატურაში, კანონის დაცვის სამსახურში, შერიგების მომენტს მთლიანად და საბოლოოდ და საშვილიშვილოდ ვერ ქმნის სასამართლო. ეს შეუძლია მხოლოდ მედიატორულ სამართალს, ანუ ხატზე დაფიცებას. ამ დავას როგორ ჯაფარიძეების, ისე ჩართოლანების მხრიდან არაერთი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. ბოლოს მედიატორები, შუამავლები გამონახეს. მათ მხარეებიც ენდობოდნენ და სოფელიც. თავად შუამავლები ორივე მხარის სიმართლეს ბოლომდე იძიებდნენ. ტყუილისა და ეჭვის შემთხვევაში მედიატორები მხარეების შერიგებაზე უარს ამბობენ, რადგან მათ ხატზე უნდა დაიფიცონ. ტყუილზე დაფიცება კი დღესაც როგორც ძველად ცოდვად ითვლება. ამ საქმეს შუამავლებმა ზუსტად 2 წელი მოანდომეს. ბოლოს რამდენიმე შუამავალი დარჩა. მოდავეები ტაძარში შეიკრიბნენ, სადაც მტყუან მართალი საბოლოოდ უნდა დადგენილიყო. დაფიცების დროს შუამავალი დამნაშავეს თხოვს საკუთარი თავი დაზარალებულის ადგილზე დააყენოს და ეკითხება, როგორ მოიქცეოდა ის დაზარალებული რომ იყოს, აპატიებდა და შეურიგდებოდა თუ არა მოდავეს. რაზე შეთანხმებულია ორივე მხარე, ზუსტად ის უნდა ითქვას, მაგრამ უკვე ამათ ხო გამოაქვთ მედიატორებს განაჩენი შერიგებაზე, იმაზე აფიცებს ის მგრცემი. დღეის ამას იქით, რამდენადაც შერიგდნენ, თუ მათ შორის რაიმე მტრობა, ღვარძლი, ცუდის კეთება და სხვადასხვა ძალიან ისე დაჟე სიტყვიერი შეურაცხყოფა ეკრძალებათ და დამრღვევს დაზარალებული იქნება თუ დამნაშავე მხარე სასწევლის შერიგება და პატიება კი მუქთად არ ხდებოდა. დაზარალებულმა საზღაურად ან მიწა უნდა მიიღოს ან საქონელი. ხშირად შერიგების შემდეგ შვიდობის სანაცვლოდ დამნაშავის გვარი ან ოჯახი ქონების გარეშე რჩებოდა. 12 მოციქული და 13 გადამწყვეტი ხმის მქონე ნეზგამეეზი სადაო საქმეს რამდენიმე დღეს ან ხშირად რამდენიმე წელსაც სწავლობს. რის შემდეგაც სვანები სვანური სამართლის მიხედვით სამართლის აძიებლად აქ ტაძრის ეზოში მოდიან. მედიატორ მოციქულებთან ერთად აქ მოდავე გვარები და თემებიც იკრიბებიან. ხშირად, როდესაც სასჯელი და დავა მძიმეა, დაჭრა მკვლელობა ან ყაჩაღობა, აქ მოდავე მხარეებში რამდენიმე სოფელი გამოდის. ხშირად აქ ისეთი დავაწყდება, როცა გამოძიება დასრულებულია, განაჩენი გამოტანილია, დამნაშავე გასამართლებულია და მას სასჯელიც მოხდილი აქვს, მაგრამ სვანები საბოლოო სამართალს აქ ტაძარში პოულობენ ხატზე დაფიცების დროს. ამ რიტუალში ყველაზე მთავარი ხატია. მას ან ტაძარში ტოვებენ, ან ტაძრისავე ეზოში გამოასვენებენ. ხატზე იფიცებს მოდავე მხარეები 12 მოციქული და 13 ნეზგამეეზი. ეს ყველაზე მძიმე და წმინდა რიტუალია. კაცრად ისჯება ის, ვინც ხატზე დაფიცების დროს ტყუილს იტყვის, ან შემდეგ ფიცს გატეხს.